მიმდინარე წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება. გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2025 წლის პირველ სხდომაზე დაამტკიცა. საუბარია მერიაში, საკრებულოსა და აიპებში დასაქმებულ პირებზე, რომლებსაც არ უკავიათ მაღალი რანგის თანამდებობა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, რომელსაც ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტს ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვად აფასებენ. ბრალდებას უპასუხეს მმართველ გუნდში, სადაც თქვეს, რომ ოპოზიციას ბოლშევიკური აზროვნება აქვს და აუცილებელია მოტივაციის გაზრდის მიზნით საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელფასები გაეზარდოთ. მარტივია, რაც გასულ წელს მოხდა და იმის წინ, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ თანამდებობის პირები ცდილობენ, რომ პირადი სარგებელი მიიღონ, იგივე გრძელდება ახლაც. ბიუჯეტის დატაცებას აგრძელებს ქართული ოცნების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება. ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიითვისონ, იმიტომ რომ იციან, რომ დიდხანს ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ სახლში. ნაცების ბრალდებაზე 100%-იანი ზრდა ბიუჯეტში, რომელიც გრძელდება და ანონსებული რამდენიმე წელია და ყოველწლიურად ხდება, ისე როგორც წელსაც 2025 წელს ეს არის ვითომ და ბიუჯეტის დატაცება ქართული ოცნების მხრიდან. ესეთი ბოლშევიკურ განცხადებაზე სერიოზული კომენტარი შეიძლება ეს გააკეთო. ჩვეულებრივი ტიპიური ბოლშევიკები არიან თავიანთი აზროვნებითაც და განცხადებებითაც ერთი და მეორე თუ რაღაც სხვანაირად მიაჩნიათ მათი და წევრებიც არიან დასაქმებულები საჯარო სამსახურში, მათ შორის წარმომადგენლობით ორგანოებში, პარლამენტშიც და საკრებულოებშიც, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეები არიან და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები და აიღებენ ამ ხელფასს ბატონო. საჯარო მოხელეებიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისევე როგორც კერძო სექტორში არის ტენდენცია ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ბიზნესის მიხედვით, როგორი ძლიერი ბიზნესია, ზოგი საშუალო, ნელ-ნელა ზრდა ხელფასებისა, ისევე როგორც მივესალმებით ყველანაირ ზრდას, გინდა სუბსიდიისა, უწყებერების მისცემით, ასევე საჭიროა ხელფასები გაიზარდოს საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელეს აქვს დიდი პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ასევე მოტივაციაც.